გვარების წარმოშობა უძველესი დროიდან იღებს სათავეს და საქართველოც როგორც იმ ძველ ცივილიზაციათა შემოქმედი ხალხის ქვეყანა ღრმა ფესვების მქონე გვარებით იწონებს თავს. ჩვენი გვარებიც როგორც ბევრი სხვა ხალხებისა ძირითადად ადამიანთა სახელების, მეტსახელების, სადაურობის პროფესიის და სოციალური მდგომარეობის მიხედვით წარმოიშნენ. პირველი ნაშრომი ქართული გვარების წარმომავლობის შესახებ გამოჩენილ ქართულ მეცნიერსა და მწერალს ვახუშტი ბატონიშვილს ეკუთვნის. გადაცემაში ვისი გვარის ახალ ვეცდებით გავარკვიოთ თქვენი შენი გვარის ისტორია. ხარაგაულის ულამაზეს სოფელში სერბაიში ვიმყოფებით. აქ ცხოვრობენ არევაძეები. ნახოთ, ვისაურია ამ ხალხმა, ესე რო გვარად არევაძეები ეწოდათ. წავედით. მოვედით სოფელ სერბაიში და ვიპოვეთ ქალბატონი შორენა არევაძე. გამარჯობა ქალბატონი შორენა. გამარჯობა. საიდან ხართ? ვინ ხართ არევაძეები? მოკლედ ჩვენი ისტორია ესეთია. ჩემი გვარი, როგორც ბევრი გვარი იმერეთში, გადმოვიდა თურქეთიდან. პირველად მე-17 საუკუნეში ჩდება საქართველოს ასე ვთქვათ ნასყიდობის ფურცლებში, ასე ისტორიულად რაღაცა მემატიანე არ აღწერს არაფერს, უბრალოდ ვიცით ის გადმოცემით ზეპრის სიტყვიერებით, რომ შავარშეთში ერთ-ერთი სოფელში, როდესაც გამაჰმადიანება დაიწყო ქართველების, ერთი სოფელი აიყარა მთლიანად და წინააღმდეგობა გაუწია თურქულ რელიგიას. რადგან ასეთი მასიური წინააღმდეგობა გაუწია, ერთი სოფელი აიყარა და წამოვიდა მესხეთის მთიდან ლომითაზე და იქ არის ესეთი ჩიტიკიბეს ეძახიან ამ ადგილს და დასახლდნენ იქ. არევაძეები და ჭყოიძეები. ჭყოიძეებს გვარი ჰქონდათ. თუმცა ჭყოიძე არ იყო, მაგრამ როგორ მთავრდებოდა ეს არ ვიცი ზუსტად. მაგრამ არევაძეებზე ზუსტად ვიცი, რომ ქრისტიანული რელიგიის და ქრისტიანობის გამო, შენარჩუნების გამო, დიახ, იმის გამო, რომ დაეცვა თავიანთი სარწმუნოება და არ შერეულიყო მასიურ თურქეთის მასაში, აიყარა და წამოვიდნენ ისტორიულ საქართველოში. ისტორიული საქართველო იმ ეტაპზე იყო საზღვარი მესხეთ-ჯავახეთთან და გადმოვიდნენ ბორჯომის და ახალციხის მთიდან. და ერთ-ერთი არის ლომითა, იცით ხო? მგონი გექნებათ ინფორმაცია და იქ ზუსტად იქ არის ეს ადგილი. დასახლდნენ პირველად იქ. და სწორედ აქედან, რადგან აურიეს არევაძეებმა თურქებს, არ მიიღეს რელიგია, მუსულმანური რელიგია და არ მიიღეს სარწმუნება და არ გაცვალეს არაფერზე. იყო ვერსია, რომ ადამიანს ერქვა არევა. ხო, იყო ეგეთი ვერსია. არევადან მოდიოდნენ, ანუ არევას ძეები იყვნენ და მოდიოდნენ და იყო კიდე ესეთი ინფორმაცია, რომ ვიღაც ერთი ადამიანი იყო, რომელიც მართლა ურევდაო, ანუ ეთყობა ხო, აი უყურეთ სუფრაზე რომელიმე თამადა რაღაცა თავის ვერსიას იტყოდა და აი ესე გავრცელდა სხვადასხვა ზეპრის სიტყვიერებები, მაგრამ ძირითადი მთავარი ვერსია არის ეს, რომ ზუსტად ერთი სოფელი, რამოდენიმე არ ვიცი, ალბათ 40-მდე ადამიანი, ერთი სოფელი მეტი არ იქნებოდა, ესე წამოვიდა და ქრისტიანული სარწმუნოების გამო დატოვა თავისი საცხოვრისი და წამოვიდა საქართველოში. ეს იყო ზუსტად ლომითის მიდამოები და მისი გარშემო, ეხლაც ნასახლარები არსებობს. ამის შემდეგ უკვე, რადგან მკაცრი ბუნებრივი კლიმატია, არევაძეები, ვინმე ჩხეიძეს, რომელიც ელაზნაურში ამ ჩხეიძეს ჰქონდა მიწები, ღალათ, ანუ იჯარით აძლევს მიწას ელაზნაურში. და ჩიტიკიბედან უკვე არევაძეები ჩამოდიან ელაზნაურში, დღესაც ელაზნაური ქვია, დღეს უკვე სადაც წმინდა გიორგის ეკლესია არის და სწორედ აქ აშენებენ უკვე შავარშეთიდან წამოღებულ ნიშზე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას. ზუსტად იმ ადგილას, რომელიც ვინმე ჩხეიძე მათ ჯერ ღალათ მისცა, ანუ იჯარით მისცა, შემდეგ უკვე შესყიდვა მოხდა და ნასყიდობის ფურცელი არქივში დევს. ტაძარი ახსენეთ. არევაძეებმა შავარშეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ააშენეს.
როგორც იცი, სასულიერო პირები იყვნენ ბევრი არევაძეები. დიახ. მოგვიყევით მას შესახებ. როცა უკვე ამ ჩხეიძის მიწები შეისყიდეს ელაზნაურში, იქ შავარშეთიდან წამოღებული სწორედ იმ მიზეზით, რა მიზეზითაც აიყარენ თურქეთიდან, ნიში ჰქონდა წმინდა გიორგის წამოღებული და შავარშეთის წმინდა გიორგის სახელზე ააშენდა პატარა საყდარი, ბაზილიკის ტიპის პატარა საყდარი. და მისი მოძღვარი მე უკვე რაღაც საუკუნე, ორი საუკუნე გადის, ერთი საუკუნე გადის და მისი მოძღვარი ხდება ალექსანდრე არევაძე. ერაყის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო. ეს საზოგადოება ძირითადად დაფუძნებული იყო ენთუზიაზმზე. ანუ არანაირად არ ფინანსდებოდა არავისგან, იყო მამულიშვილური სულისკვეთებით შეკრებილი ხალხის ორგანიზაცია, რომლებსაც ჰქონდათ დავალება მიღებული, რომ ვისაც რა შეეძლო ის ეკეთებია, როგორც რა სახსრებითაც და სადაც უჭირდა სამშობლოს, იქ დახმარებოდნენ, რადგან ვიცით, რომ ახალი გადავარდნილია ბატონყმობა და გლეხ კაცს საერთოდ არ ჰქონდა განათლების საშუალება, ელემენტარული წელაკითხვა. სწორედ ვახანში ელაზნაურის ეკლესიის მოძღვარი, ანუ ვახანი და ელაზნაური ფაქტობრივად გადაბმული ერთმანეთს და უბანი უფრო ელაზნაური ვიდრე სოფელი. სწორედ ეს ელაზნაურის მოძღვარი ალექსანდრე იწყებს მოძრაობას და აყალიბებს როგორც გითხარით სკოლას და 18 წლის განმავლობაში სათავეში უდგას ამ სკოლის ამ სწავლის სასწავლო პროცესს და უსასყიდლოდ ასწავლის ბავშვებს. ელაზნაურიდან როგორ მოხდნენ სოფელ სერბაიში? მოკლედ როგორც გითხარით, ელაზნაური ასე ვთქვათ, იჯარით აიღეს ვინმე აზნაური ჩხეიძისგან და შემდეგ უკვე დასახლდნენ ელაზნაურში, მაგრამ ვიცით, რომ შავი ჭირი მძინვარებდა იმ საუკუნეებში და მასობრივი სიკვდილიანობა გამოიწვა და ეხლა დღევანდელი მაცხოვრებლები ხშირად, როდესაც მიწას ამუშავებენ, ხშირად იპონიან ხოლმე ხან პატარა ბავშვის ძვლებს მიწაში, ხან თავის ქალას და მოკლედ ეს კიდე ერთი დასტურია, რომ მასობრივი სიკვდილი იყო მძინვარებდა მაშინ. სწორედ ამიტომ აიყარა ასე ვთქვათ სოფელი და გადავიდა უფრო უსაფრთხო ადგილას, მთაში, უფრო მაღალ მთაში, ანუ რაღაცა 20-30 მეტრით მაღალზეა სერბაისი ელაზნაურიდან და უფრო მაღალ მთაში გადავიდნენ და ეს იყო უკვე სერბაისი, კერძოდ სანიყვიას ტერიტორია, სადაც უკვე ისტორიულად არევაძეები ჩასახდნენ, გამრავლდნენ, გაიხარეს და ბედნიერად ცხოვრობდნენ დღემდე. მამა ალექსანდრეს გარდა კიდევ იყვნენ მოძღვრები არევაძეები? 8 მოძღვარი ყოლია არევაძეებს, ესეც სულიერი მოძღვარი. ერთ-ერთი აქედან ბეთანიის ეკლესიაში იყო მოძღვარი, ერთი კახეთში, ერთი აფხაზეთში, ერთი ხარაგაულში, ერთიც თბილისში. მოკლედ სახელებით ახლა რო ჩამოვთვალო, შეიძლება ზუსტად გამორჩის, ამიტომ არ მინდა გული დაწყლესუნეს, ბერებიც ყავდა. და საკმაოდ ისეთი ასე ვთქვათ სულიერი გვარია. და ალბათ გაამართლეს, ხო ჩვენ ხომ ბრძოლა ქრისტიანობით დავიწყეთ და მაჰმადიანები არ გავხდით, სწორედ ამიტომ ვართ არევაძეები. და შესაბამისად ალბათ გავამართლეთ გვარი და სულიერი მოძღვრების ბევრი გვყავს. ძალიან კარგია, არევაძეებმა არევა ესე იგი დაიწყეთ ქრისტიანობის დაცვით, რაც მე ძალიან მოწონს, ძალიან კარგი არის. ძალიან ბევრი სასულიერო პირი ყოლიათ გვარში, რაც ძალიან კარგია და მოგთქვათ ეს არევაძეებს, რომ კეთილშობილი ხალხი არიან ძალიან. აღადგინეთ შავარშეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. გვიმობეთ ამ ტაძარს. როგორც უკვე მოგახსენეთ, შავარშეთის წმინდა გიორგის ეკლესია იყო აღსადგენი, რადგან ჩამოინგრა იქ უპატრონობით, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ კომუნისტურმა წყობამ ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა იქ ღვთისმსახურება და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ხალხი ფაქტობრივად ვეღარ დადიოდა ტაძარში და მოზიარე ადამიანები არ ყავდათ. მერე ჩვენ ოჯახს, ჩემ პირად ოჯახს რაღაც უბედურება დაატყდა, ორი ძმა გარდაიცვალა ერთ წელში და ჩემს ბიძებს თემურ და თამაზ არევაძეებმა, ჩემმა ბიძებმა გადაწყვიტეს ამ ეკლესიის აღდგენა. მათი ინვესტიციებით და მათი ასე ვთქვათ მოწოდებით სოფელმა ძალიან დიდი თანადგომა გამოუცხადა როგორც ფიზიკური დახმარებით, ასე ვთქვათ და ისე მატერიალური დახმარებით და ერთობლივი ძალებით აშენდა აღდგა ეს ტაძარი. დიდი მონაწილეობა მიიღო ირადო არევაძის ოჯახმა, რომელიც დღესაც პატრონობს მაგ ეკლესიას და დიდი მადლობა მათ ამისთვის.
უშუალოდ ეკლესია აღდგენილი იყო აი მისი ხელებით, ხუროთმოძღვარი ყავდა ეს კაცი, ყველა სახლი მისი აშენებულია, აც გარდაცვლილი ჯემალ არევაძე და მისი გარდაცვლილი ვაჟი ვეფხვია არევაძე. მათი უშუალო მონაწილეობით იყო კოლი არევაძის ოჯახი და მადლობა მინდა მე გადაუხადო ამ ოჯახებს, იმიტომ რომ გერბი და ხატი გაქვს არევაძეებს თქვენი. გერბი და ხატი გვაქვს. გერბი და ხატი გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ამ ტაძრის აღდგენამ თავისთავად გამოიწვია უფრო მეტი შეკვრა და უფრო მეტი მოგვინდა გაგვეგო ერთმანეთს და უფრო მეტი გაგვეკეთებია ერთმანეთისთვის და ესეთი თქვენი მონამორჩილმა ესე გადავწყვიტე რაღაცა შემეკრა ჩემი გვარი, დამეკავშირები ერთმანეთისთვის და ასე ვთქვა ჩემი თაოსნობით და ჩემი და დიმიტრი არევაძის და კიდე რამოდენიმე არევაძის თაოსნობით გავაერთიანეთ ეს არევაძეები და შევქმნით უმშვენიერესი წმინდა გიორგის ხატი თავისი გერბით და 16 ივნისს ქონდა ანუ 5 წლის წინ 16 ივნისს სულთმოფენობის დღესასწაულზე ილია მეორემ პატრიარქმა დაგვილოცა გვარი და ეს ჩვენთვის იყო ძალიან დიდი ბედნიერების მომასწავლებელი დღე. და სწორედ აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა რომ ამ დღის მერე ასე ვთქვათ არევაძეებმა უფრო დიდი ვინც არ ვიცნობდით ძალიან შევიკარით და უფრო ბევრი არევაძეები გავიცანეთ სხვა რეგიონებში. არსებობს კიდე ორი ტაძარი, ვიცი, რომელიც არევაძეების გვარს უკავშირდება. მეორე ტაძარი არსებობს, ტაძარი არა უფრო პატარა საყდარი ღვთისმშობლის სახელობის სერბაიში, ესეც თემური არევაძემ და თამაზი არევაძემ ააშენეს, უკვე არ აღადგინეს, ააშენეს და მოქმედი არ არის ახლა და ზიარება და წირვები არ ტარდება, მაგრამ როდესაც სოფლის დღეობები აღდგომა არის თუ რამე დღესასწაულები, ღვთისმშობლობას იკრიბება იქ ხალხი და ძალიან ისეთი ზეიმი, სახალხო ზეიმი იმართება ხოლმე უფალთან დაკავშირებული. ასევე სულ ახლახანს პატარა ხარაგაულში ძმებმა შოთა და მამუკა არევაძეებმა ააშენეს იოაკიმე და ანას სახელობის ეკლესია. ანუ ესეც კიდევ არევაძეების ერთ-ერთი აშენებული ეკლესია და მინდა გითხრათ რომ ეს ჩვენი წამოწყება და ჩვენი გვარის ზოგადად როგორც დაბადება ქრისტესთვის, როგორც დაიბადა ქრისტესთვის ჩვენი გვარი, ისე აგრძელებს დღემდე და ალბათ კარგია რომ ამდენი ეკლესია აშენებული, ამდენი მოზიარე ადამიანი ყავს და ამდენი დიდი იმედი მაქვს რომ ბევრი ეკლესიური პირი გვეყოლება კიდე გვარში. კიდევ ხარაგაულის რაიონის სოფელ სერბაისის დავახანის გარდა სად არის გავრცელებული არევაძეების გვარი? გვარის დალოცვა ქონდა ხო ჩვენ და სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ ჩვენი გვარის ხალხი კახეთში, კონკრეტულად ლაგოდეხში და ასევე გურჯაანში რამოდენიმე ოჯახი. უფრო ლაგოდეხში არის რამოდენიმე 10-მდე ოჯახი, ძალიან კარგი არევაძეები, ჩვენი ასე ვთქვათ, ჩვენი სოფლიდან წასულები და ამ შეკრებაზე ერთმანეთი გავიცანით და ძალიან მოვეფერეთ ერთმანეთს, გავცვალეთ სიყვარული, თბილი სიტყვებით, კბილი სიტყვების სუფრა, დავპატიჟეთ, დაგვპატიჟეს და დღემდე გრძელდება ჩვენი ასე ვთქვათ ნათესაობა. და სწორედ ლაგოდეხში არის ვასილ არევაძის ოჯახი, რომელიც ყოველთვის დიდი სიამოვნებით მასპინძლობს ასეთ შეკრებებს და სავარაუდოდ თქვენს გადაცემასაც დიდი სიამოვნებით უმასპინძლობს. მაშინ მე პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად ვესტუმრები არევაძეებს ლაგოდეხში და ცოტა დამატებითი ინფორმაციას ავიღებ კიდე მათგან. წავედით ლაგოდეხში, ჩემს უსაყვარლეს მხარეში. ჰერეთში ვართ. საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას ლაგოდეხში. ბევრი ძებნა არ დაგჭირვებია არევაძეების. სერბაისიდან ისინი აქეთ გადმოსახლდნენ. გავარკვიოთ რა. გამარჯობა ბატონო ვასილ. გამარჯობათ. როგორ მოხდით არევაძეები ჰერეთში? პაპა ჩემი წამოვიდა იქიდან 1920 წელს. და ამის მერე სამი შვილი ყავდა პაპა ჩემს. ნიკოლა ვასილა და გოგი. გოგი ომში გარდაიცვალა და ომში დაიკარგა. და ამ ორი ადამიანიდან წარმოიქმნა ჩვენთან ეს სამუდენა ოჯახები. დაახლოებით რამდენი ოჯახი არის? 40 ოჯახი. 40 ოჯახი არის? ესეთ პატარა პერიოდში მრავალშვილიანები იყვნენ, დედა ჩემიც, მამა ჩემიც და
6 დედმამიშვილი ჩვენ ვიყავით. 6 ბიძაჩემისა იყო. სერბაისელ არევაძეებთან კავშირი გაქვთ? ფერითელ არევაძეებს? ჩვენ ჩავდივართ სერბაისში, ეს ის მოდიან ჩვენთან, ნოსლა გვაქვს. ჩვენ იქ ქვა გვაქვს მოტანილი შავშეთის ეკლესიასთან და ის არის ჩვენი სიმბოლო, რო იტყვიან. გვარი შეიკრიბეთ. კი ბატონო, ვიყავით ჩასულებ გარშევა, ძალიან ბევრი ვართ არევაძეები და შეგვიძლია 600 კაცამდე ვიყავით კაცი შეგვიძლია. მამა თქვენი ერთ-ერთი პირველი იყო მექანიზატორი იყო პირველი ტრაქტორი მამან შემოიტანა აქ ჩვენთან რაიონში. ნუ დიდი საქმე გააკეთა, იმიტომ რომ საკმაოდ უხმოსავლიანი არის ლაგოდეხის ეს მხარე საქართველოში. დიდი მადლობა არევაძეების მოსტუმრობისათვის. გალდანდებოდეთ. მადლობა. ახელ იმერლებს ვესტუმრეთ. სტუმართმოყვარე ხალხი არიან. ისინი სოფელ შავაშეთიდან, ეხლანდელი თურქეთის ტერიტორიიდან წამოვიდნენ და დასახლდნენ ომის მთაზე. ომის მთიდან ჩამოვიდნენ სოფელ სერბაისში და სერბაისიდან ფერეთში. მადლობა არევაძეებს. მე-16 საუკუნეში ოსმალომ საქართველოს ტერიტორია მიითვისა და სამცხე-ჯავახეთის შათვლით საზღვარი გადმოწია. სწორედ ამ დროს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით ისტორიული საქართველო, კერძოდ კი სოფელი შავშეთი ჩვენი ქვეყნის საზღვრის მიღმა დარჩა. ამჟამად ეს სოფელი თურქეთის ტერიტორიაა და ართვინის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია. ოსმალომ იქ დარჩენილი ქართველების გამახმადიანება გადაწყვიტა. ერთ სოფელში მცხოვრებმა 40-მდე ოჯახმა მათ დაუმორჩილობა გამოუცხადა. ოსმალოებმა თამას შეატყობინეს ამ სოფლის ურჩობის ამბავი და უთხრეს, რომ ამ ხალხმა მათი გეგმები სულ არია, რისთვისაც ისინი სათანადოდ უნდა დაისაჯონ. ეს ამბავი შავშეთელებმა გაიგეს, ღამით აიყარნენ და ერთი თვის დღედაღამ სიარულის შემდეგ საქართველოს მაშინდელ საზღვარს მოაღწიეს. სამცხის ქედზე, რკინის ჯვართან, ლომითაზე და იქვე ჩიტიკიბეს მიდამოებში დაიდეს ბინა. რადგან მტერი ქრისტეს რჯულის დამცველ ხალხს ამრევ დამრევად მოიხსენიებდა, შესაბამისად არევაძე დაირქვეს გვარად, რათა მათი ამ მხარეში გადმოხვეწის მიზეზი ყველას ცოდნოდა. ცოტა მოგვიანებით კი არევაძეებმა ბორჯომ ხარაგაულის მთა გადმოკვეთეს და ხარაგაულის რაიონში სოფელ ხერბაისსა და ვახანში ჩამოსახლდნენ. დღეის მონაცემებით გვარი 3000 ადამიანს შეადგენს და იმერეთის გარდა კახეთშიც, კერძოდ კი გურჯაანსა და ლაგოდეხშიც ცხოვრობენ.